მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: არასოდეს უთხრა სიმართლე ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. ციტატის ავტორია მე-19 საუკუნის ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი. ზოგადად ციტატას იმის მიხედვით ვირჩევ, არის თუ არა მასში პარადოქსი, არის თუ არა ბუნდოვანება, არის თუ არა კითხვა, რომლის პასუხსაც ძებნა და ფიქრი სჭირდება. და დღევანდელ ციტატაში ისეთი ბუნდოვანებაა და იმდენ კითხვას აჩენს პირველივე წაკითხვისთანავე, რომ მასზე მუშაობა ნამდვილად ერთი სიამოვნებაა. სანამ თხრობას გავაგრძელებ, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. ესე იგი, მარკ ტვენი ამბობს, რომ არასოდეს უთხრა სიმართლე ადამიანებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენო. არადა ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ყოველთვის სიმართლე უნდა მეთქვა და ეს ისე ჩამეჭედა გონებაში და სიმართლით ცხოვრების ისეთი მაგალითი მაჩვენეს ჩემმა ახლობლებმა, რომ ახლა, როდესაც ტყუილის თქმა მიწევს, ყოველთვის ვნერვიულობ. და მარკ ტვენი კი ამბობს, რომ სიმართლე მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს უთხარით. ჯერ ერთი და როგორ გავარჩიო, ვინ იმსახურებს სიმართლეს და ვინ არა. მეორეც, თუ სიმართლეს დამსახურება სჭირდება, სიმართლის მოსმენა ადამიანის უფლებაა თუ პრივილეგია და თუ რომელიმე ადამიანს სიმართლეს არ ვეუბნები, მას რა უნდა უთხრა სიმართლის ნაცვლად. აი წარმოვიდგენ ესეთ სიტუაციას, ყოფით ხვდები ადამიანებს და ყოველჯერზე ვფიქრობ, ეს ადამიანი იმსახურებს თუ არა, რომ სიმართლე უთხრა. მგონი იმსახურებს, არა მგონი არ იმსახურებს და თუ არ იმსახურებს, მაშინ რა უნდა უთხრა სიმართლის ნაცვლად. ასე რომ ვიცხოვრო, ნამდვილად ცხოვრება გამიმწარდება და მარტომე არა, ყველას გაუფუჭდება ცხოვრების ხარისხი, ყოველ ჯერზე თუ ამაზე იფიქრა, ვის უთხრა სიმართლე და ვისთან რითი ჩაანაცვლოს სიმართლე, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ეს მეორე ადამიანი სიმართლის თქმას არ იმსახურებს. ამ ჩემ კითხვებზე, რომლებიც მარკ ტვენის ციტატასთან დაკავშირებით ამებადა, ლოგიკური პასუხი ალბათ ის არის, რომ არ შეიძლება მარკ ტვენი გულისხმობდეს ყოველდღიურ ურთიერთობებს და ყოველდღიურ ურთიერთობებში ადამიანების მიერ ერთმანეთისთვის სიმართლის გაზიარებას. არა, აქ ლაპარაკი არის რაღაც განსაკუთრებულ სიმართლეზე, რაღაც განსაკუთრებულ გულწრფელობაზე, რაღაც სხვა ხარისხის ამბავზე, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრება და აქ ლაპარაკი არის ისეთ სიმართლეზე, რომელსაც ალბათ ყველას ვერ ანდობ. ამ ფიქრმა ბუნებრივად გამახსენა სხვა ციტატა, რომელიც ისედაც ხშირად მახსენდება ხოლმე ინგლისელ ფილოსოფოს და ღვთისმეტყველს როჯერ ბეკონს ესეთი რამ უთქვამს, რომ ყველანაირი სიშიშვლე შეურაცხყოფელია და მათ შორის სულის სიშიშვლეც. ეს ციტატა მახსენდება ხოლმე ერთ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით, კერძოდ ბესიკ ხარანაულის ინტერვიუს ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მართლა ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის და ეხლა გიამბობთ ამ ეპიზოდზე, რა მითხრა ბატონმა ბესიკმა. დედაჩემმა ბევრი ლაპარაკი არ იცოდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გამომექომაგა. ერთი ახლობელი თავისიანი დედაჩემს ეუბნება მესამე ადამიანზე. ახლა იმან იცის ბესიკის ფასიო და დედაჩემს უთქვამს, ჯერ დედამიწაზე ადამიანი არ დაბადებულა, რომელმაც ბესიკის ფასი იცისო. ეს რომ გავიგე, მე ვუთხარი, შენ სულ გაგიჟებულ ხარ, რამ გათქმევინა ეგ სიტყვები, რა ფასი, რის ფასი? მე რა დავუწუნე, იცი და დედაჩემი მიმიხვდა. რას ეუბნები მაგას? ჩემ ფასზე, რას ელაპარაკები სხვას? იფიქრონ, რომ ცუდი ვარ, არ მიჩემია, რომ იფიქრონ თითქოს ცუდი ვარ და არ იცოდნენ ჩემი ფასი? ეს რომ მითხრა, მე ვკითხე, ბატონო ბესიკ, რატომ? რატომ და იმიტომ? ესეც საიდუმლოს ნაწილია? დიახ, საიდუმლოს ნაწილია. ჩვენი ამბავი არავინ არ უნდა იცოდეს. ციტატის დასასრული. ბესიკ ხარანაულისთვის სულის გაშიშვლების ტოლფასი არის იმის გათქმა, რაც თვითონ მიაჩნია საიდუმლოდ. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც მწერალი, ბევრ რამეს ამბობს ისეთ, რაც ჩვენთვის ძალიან სიღრმისეულია და
რაც სწორედ პიროვნულ საიდუმლოს უკავშირდება, მაგრამ როცა ვკითხე ამის შესახებ, მითხრა რომ რასაც ვამბობ, იმის იქით ძალიან ბევრი რჩება უთქმელიო. ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, რომ ყოველივე სიღრმისეულს ნიღაბი უყვარსო. მაგრამ ბესიკ ხარანაულის ეს უცნაური დამოკიდებულება სიმართლის გამჟღავნების თუ დაფარვის მიმართ, ჩემთვის მაინც ბოლომდე ახსნადი და ბოლომდე გასაგები არ არის. თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცი, რომ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები, ახალგაზრდა პერსონაჟები, მაგალითად, უფროსებს ზოგჯერ უმალავენ სიმართლეს. მაგალითად, ნესტანდარეჯანი და ტარიელი უმალავენ სიმართლეს ინდოეთის მეფეს ფარსადანს, ხოლო თინათინი და ავთანდილი ორჯერ უმალავენ სიმართლეს არაბეთის ბრძენ მეფეს როსტევანს. აი როგორ ხდება ეს? ძალიან მოკლედ შეგახსენებთ. ნესტანდარეჯანს და ტარიელს ერთმანეთი უყვართ და წარმომავლობის მიხედვით ორივეს ეკუთვნის სამეფო ტახტი, მაგრამ ფარსადანი ინდოეთის მეფე გადაწყვეტს, რომ არა, ხვარაზმშაჰის შვილი უნდა მოიყვანოს ინდოეთში და მას უნდა მიათხოვოს თავის ქალიშვილი და რა თქმა უნდა, მან იცის ძალიან კარგად, რომ ნესტანს და ტარიელს ერთმანეთი უყვართ, თვითონ ამბობს, რომ იცი ეს ამბავიო და რა თქმა უნდა, ისიც იცის ტახტი ვის ეკუთვნის, მაგრამ ამას არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ანგარებიანი მიზანი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია. ხვარაზმის სამეფო არის ის ქვეყანა, რომელმაც მაშინდელ მსოფლიოში ერთადერთმა იცოდა იარაღის დამზადების საიდუმლო და ერთი ძლიერი ქვეყნის მეფეს უნდა რომ დაუნათესავდეს მეორე ძლიერი ქვეყნის მეფეს და ამიტომ არ აინტერესებს იმის იქით კიდე რა მოტივებია. და ახალგაზრდები საერთოდ არ ცდილობენ, რომ რამე აუხსნან ფარსადანს, მის ზურგს უკან გადაწყვეტენ, რომ სასიძო მიპარვით მოკლან, ასეც მოიქცევიან და აქედან იწყება შემდეგ ინდოეთის დიდი უბედურება. რაც შეეხება თინათინს და ავთანდილს, ისინი პირველად მაშინ დაუმალავენ როსტევანს სიმართლეს, როდესაც ავთანდილი 3 წლით მიდის უცხომოყმის მოსაძებნად თინათინის დავალებით და მეფეს კი ეტყვიან, რომ თითქოს მეზობელი ქვეყნები უნდა მოიაროს და თინათინის გამეფება ამცნოს ყველას. მეორედ მაშინ უმალავენ სიმართლეს, როდესაც ავთანდილი ისევ ბრუნდება ტარიელთან, მაგრამ მეფე არ უშვებს. და იძულებული არის ავთანდილი, რომ გაიპაროს. არ უშვებს რატომ? იმიტომ რომ მასაც როსტევანსაც თავისი პირადი რაღაცნაირი ამოცანები აქვს, პირადი მოტივები აქვს. არ უნდა რომ მისი გაზრდილი ვაჟკაცი არაბეთის პასპეტი წავიდეს სადღაც გაურკვეველი ვადით და ხიფათში ჩაიგდოს თავი. და გაგონებაც არ უნდა ამისი, რომ ავთანდილი წავა. მაგრამ ავთანდილი მიდის და ტოვებს ანდერძს და ამ ანდერძით იმასაც ხსნის, რატომ მიდის და ფაქტობრივად მარკ ტვენის ციტატასაც ხსნის. ამ ანდერძში წერია ის, რომ ავთანდილის გადაწყვეტილება ეფუძნება წინაპართა სიბრძნეს, იმ სიბრძნეს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და არ ძველდება არასდროს. და ეს არის ის, რასაც ეფუძნება ტარიელის ქმედება. და კერძოდ ეს სიბრძნე ამბობს, რომ სიტყვის გატეხა არ შეიძლება, სახელის გატეხა არ შეიძლება, რომ სიკვდილი არ არის საშიში, იმიტომ რომ იქ და მაშინ დაეწევა ადამიანს, როგორც ღმერთი გადაწყვეტს. და სანამ ცოცხალია ადამიანი, მას აღამაღლებს მხოლოდ მოყვასის სიყვარული და მოყვასზე ზრუნვა. აი ესე გამოდის, რომ ვეფხისტყაოსნის ახალგაზრდა გმირები მოქმედებენ ღვთაებრივი კანონების და ტრადიციული სიბრძნის შესაბამისად, თუმცა ზოგჯერ ამ გზაზე ისინი ძალიან დიდ კომპრომისებზე მიდიან და ძალიან ბევრ უბედურებას დაიტეხენ საკუთარ თავზე, მაგრამ დიდ ღირებულებით აცდენას ხედავენ უფროსი თაობის მეფეებთან და ამიტომ არ ცდილობენ, რომ მათ რამე გაარკვიონ და უბრალოდ გადაწყვეტენ, რომ სიმართლე არ უთხრან. და სინამდვილეში ბოლოს მაინც ისე გამოდის, რომ ახალი თაობის მეფეები შექმნიან სწორედ თავისი 8 წლით ახალ სამყაროს, რომელშიც თხადამგელი ერთად ძოვს. ზოგჯერ მარკ ტვენის გაფრთხილება აზრს კარგავს.
რატომ ვამბობ სიტყვას გაფრთხილება? იმიტომ რომ მარკ ტვეინის ციტატა სწორედ ამას გვეუბნება, რომ თუ სიმართლეს უღირს ადამიანს ეტყვი, ის სიმართლე შენვე დაგაზიანებს, დაგაზარალებს და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო. მაგრამ როდესაც სიმართლე ზოგჯერ არის ისეთი დიდი, ისეთი კაშკაშა, რომ თავს ვერ იმალავს, როგორც განძი, არ შეიძლება დაიმალოს, ბოლოს თავს გაიმჟღავნებს. ასევე არის ძალიან დიდი სიმართლეც, ის ყოველთვის გაიმჟღავნებს თავს და მისი მთქმელი ადამიანი აღარ უყურებს, ვინ არის მომსმენი, მიმღები ამ სიმართლის. და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ერთი ნამდვილი ამბავი გავიხსენო, რომელიც ზურაბ კიკნაძის წიგნში ამოვიკითხე 1970-იან წლებში, როდესაც ებრაელებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, თავის ისტორიულ სამშობლოში ისრაელში დაბრუნება გადაწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირი არ უშვებდა მათ არსად და მოსკოვში დაიბარეს ყველა რესპუბლიკის რაბინი, ანუ მთავარი სასულიერო პირი და დაუდეს მათ ქაღალდი, სადაც ეწერა, რომ საბჭოთა კავშირი არის მათი ერთადერთი სამშობლო და ქვეყნის დატოვება არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი. და ითათბირეს რაბინებმა იქვე ადგილზე და შეთანხმდნენ, რომ მეტი გზა არ არის, უნდა მოაწერონ ხელი ამ ქაღალდს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც უარს ამბობდა ხელის მოწერაზე, იყო ქართველი ებრაელების რაბინი, რაბი ყიმანუელი. და მან ასეთი რამე თქვა, რომ არ შემიძლია ის უარყო, რასაც ყოველდღე ჩემ ხალხს ვუქადაგებო. ხო და უთხრეს, რომ ეხლა კი ამას გვეუბნებიო, მაგრამ ეხლა ანდროპოვი რო შემოვაო, აბა ვნახოთ როგორ მოიქცევიო. ხო და ანდროპოვი იყო საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და მის სამსახურში ხდებოდა ეს შეხვედრა. მართლაც აი მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე შემოვიდა ეს იური ანდროპოვი და დაიწყო ხელმოწერა ამ საბუთზე, ესე იგი რუსეთის მთავარი რაბინი ლევინი გადასცემს, ჯერ მოაწერა თითო ხედა, გადასცემს ამ ფურცელს სხვადასხვა რაბინს, ისინი ხელს აწერენ და შემდეგ უკან უბრუნებენ და ესე იგი ამ ლევინმა რამდენჯერმე გადასცა ეს ფურცელი რაბი ყიმანუელს და მან დაუბრუნა ასევე რამდენჯერმე უკან ხელმოწერის გარეშე და ანდროპოვი ამას უყურებს. ბოლოს მოკეთ ანდროპოვმა ყველას მადლობა გადაუხადა, გაუშვა და ეს რაბი ყიმანუელი დაიტოვა პირისპირ. და ესეთ რამეს ეუბნება, თქვენი სახელი რომ არა, დახვრეტ არ აქცდებოდათ. ახლა კი წადით და ინაურმა გადაწყვიტოს თქვენი საქმეო. რას გულისხმობდა სახელში, ეხლა ძალიან ბუნდოვანი არის ჩემთვის და სავარაუდოდ ალბათ გულისხმობდა იმ დიდ პატივისცემას, რასაც ეს ადამიანი თავისი ცხოვრებით იმსახურებდა. არ ვიცი, რაღაცას გაუწიეს ანგარიში მოკეთ. ისე სახელი ყიმანუელი ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი, მაგრამ ახლა ანდროპოვისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა, რა თქმა უნდა. როდესაც რაბი ყიმანუელი და ინაური შეხვდნენ ერთმანეთს, აი რა უთხრა მას ინაურმა, მე არ გეთანხმებით, მაგრამ ვისურვებდი კომუნისტებს გამოეჩინათ თქვენნაირი სიმტკიცეო. და აი ამ შეხვედრის შემდეგ 24 საათის განმავლობაში რაბი ყიმანუელმა და მისმა ოჯახმა დატოვა საქართველო და ისინი დაბრუნდნენ თავის ისტორიულ სამშობლოში. ეს შემთხვევა იმ მხრივ ეხმიანება მარკ ტვეინის დღევანდელ ციტატას, რომ აი როდესაც დიდი და კაშკაშე სიმართლე ითქმება, მისი მოსმენის ღირსი ვინ აღმოჩნდება, ეს არავინ წინასწარ არ იცის. ეხლა მინდა რომ კიდევ ერთი არაკი გიამბოთ, რომელიც წერია შეგონებების წიგნში მეფეთა სალარო და ეს არაკიც იმას გვეუბნება, რომ ზოგჯერ დიდი სიმართლე თვითონ პოულობს თავის ღირსეულ მსმენელს. ერთ ხელმწიფეს მოუყვანეს ორი დამნაშავე კაცი და ბრძანა რომ ორივე მოკალითო და ეთი კაცი ეუბნება, არა მე შენგან მოსაკლავი არა ვარო, იმიტომ რომ სამსახური მაქვს შენთვის გაწეულიო. და რა სამსახური გამიწიო, მეფე ეკითხება და რა და ერთი კაცი გლანძღავდაო და დავტუქსე და შენი ლანძღვის უფლება არ მივეციო. კი მაგრამ მოწმე ყავსო? კი აი ეს მეორე კაცი იყო იქო და ეს დამემოწმებავდა. ეხლა მეფე ეკითხება, მეორე კაცი შენ მართლა იქ იყავიო? კიო, ეგრე იყო ყველაფერი, მე ვესწრებოდიო. და ეს კაციო რომ იცავდა მე და ვიღაც სხვა რომ ლანძღავდაო, შენ ამას რატო არ მიეხმარეო? და ეს მეორე კაცი ეუბნება, მე შენი მოწინააღმდეგე ვიყავი და რა მრჯიდა რომ ამას დავხმარებოდიო. და ამის შემდეგ მეფემ
ბრძანა რომ ორივე გაეთავისუფლებინათ, ერთი სამსახურისთვის, ხოლო მეორე სიმართლისთვის. და არც მაშინ არ იყო ეს ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ მეფეთა სალაროში წერია, რომ ამის შემდეგ ამ მეფემ საქვეყნოდ გაითქვა სახელი. გუშინ სიმართლის არ თქმაზე და დუმილზე ვილაპარაკე, დღეს სიმართლის თქმაზე ვილაპარაკობ და ადამიანის პიროვნულ საზღვარს ალბათ სწორედ ამის ბალანსი განსაზღვრავს, ვისთან და რაზე ვდუმვართ და ვისთან და რაზე ვლაპარაკობთ. აი ამას გვასწავლის გუშინდელი და დღევანდელი ციტატა. დღეს ამით დაგემშვიდობებით, ვასრულებ გადაცემას. ხვალ დავბრუნდები, მაგრამ ოდნავ შეცვლილი ფორმატით, რა იქნება ეს ცვლილება, ამას ხვალ ნახავთ. უბრალოდ გთხოვთ, რომ დაელოთ ხვალინდელ საღამოს. ამიერიდან ყოველ კვირა დღეს, სულ მცირე ზაფხულის განმავლობაში, ოდნავ შეცვლილი ფორმატით დავბრუნდები ხოლმე. თუ მოგეწონებათ, შეგვიძლია რომ შერეული ფორმატი შემდეგაც გავაგრძელოთ. ეხლა კი უბრალოდ გიტოვებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა. და რა თქმა უნდა, ყველას დიდი მადლობა, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ.